პირველ რიგში აბსოლუტურად ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები არის ყველაზე მთავარი ჩვენთვის. არსებობს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, ასევე ჩვენი დასავლური სწრაფვა ასევე ხელშეუხებელია და ის არ შეიცვლება. შესაბამისად, მინიმუმ აი ამ ორი სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში და გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არავის არ აქვს ილუზია იმისა, რომ რუსეთი ხვალვე ან თუნდაც პირველივე შეხვედრის შემდგომ დაიწყებს დეოკუპაციის პროცესს. თუმცა თავად პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თანმიმდევრული ცივილიზებული დამოკიდებულებით პროცესი არის წინაპირობა იმისა, რომ რეალურად ჩვენ არსებული კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ. რაც არ უნდა ისაუბროს უმცირესობამ, ფაქტი არის, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის მიერ შეფასებულია როგორც სწორი და ცივილიზებული, შესაბამისად ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და ამ პოლიტიკის ფარგლებში გვაქვს რამდენიმე მიზანი, მათ შორის ის, რომ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ საბოლოო მიზანს უნდა მივახციოთ და უნდა მოხდეს დეოკუპაცია, უნდა მოხდეს ეს მშვიდობიანი გზით. თუმცა ამ პროცესში ჩვენ შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია ბევრწილად დამოკიდებული იქნება მათ შორის ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე. ასე რომ თუ ვინმეს გონია, რომ პირველივე შეხვედრით უნდა მოხდეს ჩვენი მთავარი სახელმწიფო ინტერესების რეალიზება, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა პროცესის დაწყება თავისთავად უნდა წავიდეს ამ მიზნისკენ. ამაზე ყველა ვთანხმდებით. სამწუხაროდ უმცირესობა ცდილობს, რომ აბსოლუტურად საპირისპირო კუთხით დაანახოს საზოგადოებას. ეს მათი არჩევანი არის პოლიტიკის წარმოების, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა მთელი საზოგადოება აბსოლუტურად ერთ პოზიციაზე ვართ. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენი კონსოლიდირება თუნდაც პოზიციებში გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მაინდა-მაინც საპირისპირო ძიება და ჩასაფრების პოზიციაში რაღაცის თქმა. მე ყოველთვის ვიმეორებ და ვურჩევ ხოლმე უმცირესობას. რომ იქ სადაც ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიციები, მაგალითად დასავლური ინტეგრაცია, მაგალითად ნატოში გაწევრიანება, მაგალითად ევროკავშირისკენ სწრაფვა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სხვა და სხვა. აქ მათი მხრიდან ოპონირება უბრალოდ სასაცილო ხდება. და სამწუხაროდ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც იგივე ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში მათი მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ კრიტიკა დაფიქსირდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავი წარმოაჩინონ, არ ვიცი, როგორც სხვარპლი, ხდება აბსოლუტურად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელება. რაც ნამდვილად ავნებს ქვეყნის ინტერესებს და არა დღევანდელი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, პოლიტიკას. ასე რომ მე ვურჩევ მათ, რომ შევხედოთ ამას გონივრულად და ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მე კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ თავად პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ მოხდება თუნდაც საკითხების მომზადება. ამ პროცესს აქვს თავის მხრივ ასევე დამატებითი მნიშვნელობა დროისა და გარემოებების ფაქტორების გათვალისწინებით. მე არაერთხელ მithქვავს, რომ სამწუხაროდ ჩემი აზრით უმცირესობამ შეარჩია აბსოლუტურად არასწორი სტრატეგია პოლიტიკის წარმოების. მე ნამდვილად არ ვარ მათი გულშემატკივარი, ნამდვილად რჩევებით თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ, როდესაც ისინი თავიანთი ქმედებით ცდილობენ, რომ ვითომ უმრავლესობა დააზიანონ, რეალურად სახელმწიფოს აყენებენ ზიანს. ქვეყნის ინტერესებს.
ოპოზიცია, რომელიც ცდილობს არა საკუთარი პოზიციების გამყარებას, არამედ ცდილობს, რომ მათი მხრიდან მხოლოდ კრიტიკა იყოს და ამ კრიტიკის უკან თუნდაც უსაფუძვლო ფაქტები არსებობდეს, რომელიც საერთო ჯამში სახელმწიფოს აზიანებს. რა თქმა უნდა, ასეთ ოპოზიციას უბრალოდ პატივს ვერ ვცემ, მე პირადად. თუნდაც იგივე ეკონომიკასთან დაკავშირებით, როდესაც მიდის გამუდმებული კრიტიკა, რომ ეკონომიკის ვარდა მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც გუშინ ბატონმა პრემიერმაც ისაუბრა, მართლაც ველოდებით ინვესტიციების ბუმს. და ასეთ ფონზე ინვესტორების დაშინება მეტი არაფერია თუ არა სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება. გაიხსენეთ სააკაშვილის ბოლო პერიოდის მმართველობა, ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაციის პერიოდი, სადაც სააკაშვილი ძირითადად აფრთხობდა ინვესტორებს, პოლიტიკოსებს და უქმნიდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ საქართველოში მოვიდა რაღაც პრორუსული ძალები, რომლებიც კორუფციას ასე თქვა დააბრუნებენ, რომლებიც ქვეყანაში კრიმინალურ სიტუაციის გაძლიერებას უწყობენ ხელს და აქ რომ საინვესტიციო გარემოები არ არის. ეს რა იყო? საბოტაჟი იყო, რა იყო? მეტი არაფერი. ასე რომ კიდევ ერთხელ მეორე, იქ სადაც არის სახელმწიფო ინტერესები, მე ყველას ვურჩევ, რა აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია იქნება, ექსპერტი იქნება თუ რიგითი მოქალაქე, რომელიც უმეტესწილად იგივე სოციალური ქსელებით ცდილობენ, რომ რაღაც ჩასაფრებულის პოზიციაში რაღაცა კრიტიკა გამოთქვან. ეს არ ვიცი მოდაშია, ეს არ ვიცი გადმოყვა იმ 8-9 წლიანი მძიმე რეჟიმის მართლობის პერიოდიდან, რომ აუცილებლად რაღაცა უნდა გელაპარაკა ხელისუფლების საწინააღმდეგო, იმიტომ რომ სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი საფუძველი არსებობდა ამის. დღეს არის იმის შესაძლებლობა და მეტიც ჩვენი ხელისუფლება გარანტიასაც იძლევა, რომ თუ იქნება კრიტიკა ობიექტური, კონსტრუქციული, ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენ დავინახოთ მეორე სხვა თვალით ეს ყველაფერი და გამოვასწოროთ, ამის არათუ მზად ვართ, არამედ მოხარული ვიქნებით და ამის ძალიან კარგი მაგალითია ჩვენი ბატონ ჰამერბერგთან თანამშრომლობა, რომელსაც არა მარტო უსმენთ, რომელიც რიგ შემთხვევებში საკმაოდ კრიტიკულია, არამედ ვცდილობთ, რომ მისი შენიშვნები გამოვიყენოთ და ავსახოთ უკვე ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში ზოგადად 9 წლიანმა მმართველობამ ჩვენში ჩამოაყალიბა გარკვეული უნდობლობა საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებაში და მეტიც ის სკეპტიციზმი, ის ჩასაფრებული პოზიციიდან ყველაფრის დანახვა, ეს არის მე ვიტყოდი წინა ხელისუფლების მმართველობიდან დინებული ეს ინერციით წამოსული მიდგომები. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას ხშირად არ სჯერა ცალკეული კონკრეტული ჩვენებების და ფაქტების, აუცილებლად გვინდა ვიზუალური სურათი, რომ არ ვიცი ზოგადად ვამბობ, მაგრამ მერაბეშვილი როგორ ხრიტავს ვიღაცას და იქ მთელი ნაციონალური მოძრაობა როგორ აკვირდება ამას. მაინც და მაინც ასეთი კადრი უნდა იყოს, რომ ყველამ დავიჯეროთ და სხვა პრეტენზია არ არსებობდეს. სასაცილო არის. რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაციები არსებობდა იმდენად, რამდენადაც ჩვენ არაერთი და მე ვიტყოდი ათეულობით წამების და ასეულობით წამების ფაქტები გვაქვს, რაც მტკიცდება მრავლობითი ჩვენებებით. ჩვენ გვაქვს თუნდაც 10,000-ობით ჩანაწერები, რაც თავისთავად უკანონო ქმედება იყო. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მტკიცედ გადაწყვიტა და აქვს ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ ნებისმიერი ბრალდება ეფუძნებოდეს მყარ-მტკიცებულებებს, სადაც სასამართლოზე მოსამართლემ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება სწორედ მყარ-მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მაშინ, როდესაც
წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები სამართლებიან, რა თქმა უნდა, აქ შესაბამისი მტკიცებულებები გაცილებით მყარი უნდა იყოს, არა იმიტომ რომ რაღაცა შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე, ან რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსანი განსაკუთრებული მრავლდებულია. არამედ იმისათვის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ იყოს სწორის გზავნილი, რომ ამ ხელისუფლებას სურს მარსაჯულება ემყარებოდეს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს. და ეს ასეც იქნება. ის რა არის? მე მოდით ასე ვთქვათ, ჩვენთვის მთავარი ამ მომავალი წერტილი არის პრინციპული მიდგომა კანონის უზენაესობის მიმართ. თუ იარსებებს საკმარისი მტკიცებულებები ნებისმიერი პირის მიმართ, ეს იქნება პრეზიდენტი თუ რიგითი მოქალაქე, ის აუცილებლად დადგება დღის წესრიგში და ის აუცილებლად წარედგინება სასამართლოს. მაგრამ წინასწარ იმის დაანონსება, რომ ვიღაცას აუცილებლად დავიჭერთ და გავასამართლებ, უბრალოდ არასერიოზულია და ამით ირღვევა როგორც უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპები, ასევე ზოგადად დემოკრატიული ჩარჩოები. ამიტომ მე მესმის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას ითხოვს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნამდვილად ის ხელისუფლება, რომელიც PR ნაბიჯებს გადადგავს და ვიღაცას დაიჭერს მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში ამას შეიძლება ტაში მოყოს. იქნება მტკიცებულებები, იქნება კონკრეტული დანაშაული, იქნება ბრალდებაც და იქნება სასამართლო პროცესი. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ სამხედრო კომიტეტის ვიზიტი არაწევრ ქვეყანაში თავისთავად არის დასტური იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა პირდაპირ ვთქვათ, გამორჩეული პარტნიორია ნატოს. მე გუშინ მქონდა არაერთი საუბარი რამდენიმე გენერალთან, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ძალიან პოზიტიური შეფასებებია. ასეთი შეფასებებით, ასეთი შთაბეჭდილებებით დაბრუნება ბრიუსელში ლონდონის სამიტის წინ და მათი მხრიდან თუნდაც თქმა იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს ძალიან კარგი რეფორმები, არის კარგი შედეგები და ეს პირდაპირ მტკიცდება ჩვენი სამხედროების ავღანეთში მონაწილეობით, მაღალი ეფექტურობით და პროფესიონალიზმით, ეს ნიშნავს ის, რომ ამ კომპონენტში ჩვენ ვალდებულებები შესრულებული გვაქვს და გადაჭარბებულიც გვაქვს. წარმოიდგინეთ ამ შეფასებით, მით უმეტეს, როდესაც კომიტეტი აღაკეთებს გასვლით სხდომას, ჩათვალეთ, რომ ეს დავალება, რასაც ვეძახით ხოლმე homework, შესრულებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სად ის, რომ ექსპერტი ჩავადა ეტყვის ხელმძღვანელობას, რომ საქართველოს შეასრულო ვალდებულება და სად ის, რომ კომიტეტის წევრები, უმაღლესი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე, გენერლები ადგილზე ნახულობენ, რა ვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში, რომელიც მაღალი რისკების ქვეშ იმყოფება, აქ საუბარი არის არა მხოლოდ საფრთხეებიდან გამომდინარე გარკვეულ სცენარებზე, არამედ საუბარი არის თუნდაც ბუნებრივ კატასტროფებზე, თუნდაც ქიმიური, ბიოლოგიური საფრთხეების გავრცელებაზე. ამიტომ აქ ასეთ ვითარებაში, სადაც კრიზისების რისკები მაღალია, ორგანოს შექმნა, რომელიც კოორდინირებულად მართავს, აკონტროლებს და ასე ვთქვათ, ძალიან მოკლე ვადაში უმკლავდება კრიზისებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე საუბრობდით ყველა თავის დროზე, ექსპერტები იყვნენ თუ უშუალოდ სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ ვერავინ ვერ შეძლო ამის გაკეთება.
მეტიც დასავლეთს ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს ფულიც ჰქონდა ამისთვის გამოყოფილი, ტექნიკაც მოწოდებული ჰქონდა და თბილისში იყო, ადგილზე იყო. თუმცა ამის ორგანიზება წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. და ვერ სისტემა ჩამოაყალიბა. მე ამ პროცესში თავიდანვე გარკვეულწილად ჩართული ვიყავი, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი დიდი სურვილი, რომ ასეთი ცენტრი შექმნილიყო. თუ გაიხსენებთ პრემიერისთვის ნდობის გამოცხადების დროს პარლამენტში, მაშინ მე პირდაპირ თქვი და განუცხადე მას, რომ სასურველია, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ასეთი ცენტრი ჩამოყალიბდეს. ეს ცენტრი შეიქმნა, რა თქმა უნდა, ჯერ ამ ცენტრის სრულყოფილი ჩამოყალიბებაა საჭირო, გარკვეული ტრადიციებიც უნდა დავნერგოთ, გამოცდილების მიღებაა საჭირო. ჩვენი თანამშრომლები უკვე უცხოეთში არიან წაგზავნილი და იღებენ შესაბამის გამოცდილებას. საბოლოო ჯამში მერწმუნეთ და თქვენ ამას დაინახავთ, რა თქმა უნდა, თავიდან ამ ცენტრს დიდი ეფექტურობა ვერ ექნება, იმიტომ რომ საჭიროა გარკვეული ცოდნის გამოცდილების დაგროვება და პრაქტიკაში იმ ხარვეზების დანახვა. ეს მარტივი საქმე არ გეგონოთ. ეს ამის უზრუნველყოფა უჭირს უდიდეს სახელმწიფოებსაც. ამიტომ ჩვენ წლების მანძილზე ამ სისტემას დავხვეწავთ და მოვა დრო და ჩვენი მოქალაქეები პირდაპირ დაინახავენ, რომ ასეთი ცენტრის ეფექტურობა არის ძალიან მაღალი. აი წარმოიდგინეთ, მაგალითი რომ მოგიყვანოთ, რომელიმე რაიონში მოხდა წყალდიდობა და ზუსტად ფაქტიდან 20 წუთის განმავლობაში თლიანი მანქანა ამოქმედება. ადგილზე იქნება 24 საათის რეჟიმში ოპერატიული ჯგუფი, რომელსაც წინასწარ ექნება შემუშავებული ყველა გეგმა, ყველა სცენარი იქნება გათვალისწინებული, სამინისტროებს თავისუფლი პასუხისმგებელი ეყოლებათ ამ კრიზისების ცენტრის მიმართ და ერთი წერტილიდან, ერთი ოთახიდან მოხდება მთლიანი სისტემის მართვა. ერთი ზარით ყველა ორგანო ჩაერთვება პროცესში, რომელსაც წინასწარ ეცოდინება რა უნდა გააკეთოს. თქვენ არ ვიცი, ალბათ არაერთხელ გინახავთ წლების მანძილზე, როდესაც რაღაც კრიზისი მოხდებოდა, კამერების წინ ხდებოდა ხოლმე გადაწყვეტილების მიღება. და ვიღაც ლოგიკური აზროვნების მიხედვით ხდებოდა კრიზისების მიმართ განკვლევება, მაშინ როდესაც ასეთი მიდგომა აბსოლუტურად არასერიოზულია. წინასწარ უნდა იყოს გეგმები ყველა სცენარის მიხედვით, ყველა შესაძლო სცენარის მიხედვით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ უკვე რამდენიმე ხანი. სიურპრიზები ზოგადად წლების მანძილზე სიურპრიზებს ვინც ახსენებდა ხოლმე, მაშინვე შიში ისადგურებდა ხოლმე საზოგადოებაში. ამ შემთხვევაში ეს სიურპრიზები გამოიხატება ოპოზიციისთვის მათთვის სასარგებლო შეთავაზების გამოხატვაში. რას გულისხმობ? მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს გარეთ ყოფი ოპოზიცია თვლის, რომ ვითომ არაფერი არ გაკეთდა, გუშინ პრემიერმა ძალიან კარგად ისაუბრა და ახსნა ის სარგებელი, რომელსაც პირველ რიგში ოპოზიცია იღებს. გაზდა იმ ყველა კვოტის არის განპირობებული იმით, რომ საკრებულოში იყოს მრავალფეროვნება პარტიული, იყოს წარმომადგენლობა სხვადასხვა პარტიების, რომ ჟელობის ფორმატში მოხდეს რაიონებისთვის, ქალაქებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს საწყის ეტაპზე, როდესაც ჩვენ ამის ასე ვთქვათ, ყარი გამოცდილება არ გვაქვს. თავისთავად ის, რომ ჩვენ ბარიერებს ვწევთ, სადაც ვთქვათ 5%-იანს, 4%-იანს ხდით, სადაც იზრდება რაოდენობა საკრებულოებში, აქ საუბარი არის მომავალში დაფინანსების საკითხებზეც. მე მგონი ყველა წინაპირობაა იმისთვის, მით უმეტეს მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენ არჩევნებს სამართლიანად ჩავატარებთ. ეს არის ჩვენთვის აქტიურად დოგმის ტოლფასი, იმდენად არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შევწიროთ ვიწრო პოლიტიკურ რაღაც მიღწევებზე. ამიტომ ამ ფონზე კრიტიკა ისევ რაღაცა იმ სტერეოტიპის ამოძახილს ვამსგავსებ, რაც წლების მანძილზე ქონდა, რომ აუცილებლად კრიტიკულად უნდა იყოს. რაც კარგი კეთდება, თქვით, რომ კარგი არის, რაც ცუდი კეთდება, თქვათ, რომ ცუდია, შემდეგ ამაზე არგუმენტები გავცალოთ. მაგალითად, ახლა 40%-იან საკითხზე რომ დავავთ, რომ რატო 50 არა. ამაზე ძირითადად დავავენ 0.1%-იანი პარტიები პირდაპირ გეტყვით. კი ბატონო, მესმის, რომ მათთვის ჩვენი გამარჯვება
არ ნიშნავს მათ გამარჯვებას, ხო? ანუ ჩვენი დამარცხებას, თქვა და 50% ვერ გადავლახეთ, თვლიან რომ თუ ჩვენ ვერ გადავლახავთ 50%-იანს, ეს მათთვის გამარჯვება. 0.1%-იანი პარტიები მელაპარაკებიან ამაზე. ეხლა რატო 40%-იანი და რატო 50%-იანი? თავისთავად ალბათ ადრე თუ გვიან ამისკენ წავალთ. მეტიც ეს 40%-იანი ბარიერი ნიშნავს რომ ბიძგი არის მათთვის რომ გაერთიანდნენ და 40 მე მგონი 60-თან არის, ხო? ფარდობაში. მაგრამ ხალხო, ჩვენ გამოვდივართ ისევ და ისევ რესურსების დაზოგვის მიზნით. შეიძლება რამდენიმე ქალაქში, რაიონში 40%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს ერთმა კანდიდატმა და ეს ეპყარება გარკვეულწილად ჩვენი სოციალური მდგომარეობა, ჩვენ სოციალურ მდგომარეობას. რას გულისხმობ? აი წარმოიდგინეთ რომელიმე რაიონი, სადაც არის რამდენიმე კანდიდატი. ყველას ამბიცია აქვს და არ ვიცი, ეს ჩვენი კულტურის ნაწილია და ეს ცუდი არ არის ნამდვილად. ყველას ყავს მინიმუმ სამეზობლო და ნათესავი. არის სოფლები, სადაც სოფელში ერთმა ადამიანმა საკუთარი კანდიდატურა დააყენოს, მთელი სოფელი ხმას მისცემს მას. მეორე სოფელში სხვა კანდიდატს მარტო ის სოფელი მისცემს ხმას. საბოლოო ჯამში მივიღებთ რას? ჩვენ მივიღებთ იმას, რომ შეიძლება 4 კანდიდატმა 25% მიიღოს. ან 30, ან თქვა 3 სოფლის 30-33 ასეთი თანაფარდობა იყო. ჩათვალეთ, რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩავატაროთ არა ერთხელ, პირდაპირ გეტყვით, უნდა ჩავატაროთ ორჯერ. იმიტომ რომ ყველას ეცოდინება, რომ ვერავინ ვერ გადალახავს 50%-იან ბარიერს, ადგენენ და ყველა მიიღებს მონაწილეობას, არავითარი გაერთიანება არ მოყვება და მე ხელისუფლებამ დამატებით რამდენიმე მილიონი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ ჩაატაროს არჩევნები. რას მოგვიტანს ეს? დროში გაიწელება, რესურსს დავხარჯავთ, პოლიტიკური სტაბილურობა დაეცემა და ინვესტორი დაშინდება. ამის დრო ქვეყანას არ აქვს. 40%-იანი არის იმაზე მეტი, ვიდრე ასეთი რისკები და საფრთხეები არსებობს. კეთილი ვინებოთ, ვისაც უნდა რომ რეალურ წარმატებას მიაღწიოს და არა 0.1%-ით რაღაც კრიტიკა გამოგვითქვას. გაერთიანდნენ ეს ჯგუფები და რეალური კონკურენცია გაწიონ. რეალურ კონკურენციაში ჩვენთვისაც უკეთესია პოლიტიკური მზაობა გაგვეზრდება და მოსახლეობაც არ იქნება რაღაცა ისეთი არჩევანის წინაშე, რომ ძირითადად ნათესავებს და მეზობლებს მისცეს ხმა. ვისაუბროთ, თორე ისე რა ფიქრ, კამერებს მადნა? კესერაშვილს რა თქვა რომ სასამართლომ გადაწყვიტეს ჩვენ რაშუაში ვართ. ხო უბრალოდ ახსენდა რომ ასე ვთქვათ ასეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თორე არაფერი არ უთქვავს რომ გინდა თუ არა ეს მათი ბიზნესია. ზოგადად საქართველოში პატარა ქვეყანა ვართ, ყველას ვიცნობთ, ყველამ ყველაფერი ვიცით. საქართველოში წინა ხელისუფლების მაღალმა ჩინოვნიკებმა ყოფილებმა ამტკიცონ რომ ისე მეკავშირი არ მქონდა ამ ბიზნესთან და იმ ბიზნესთან, უბრალოდ სასაცილო ხა. ყველამ ყველაფერი ვიცით, ვის რა ნათესაური კავშირი ქონდა ამ ბიზნეს წრეებთან და როგორ ხდებოდა ტენდერების მოგება. დღეს თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გააკეთოს სრულყოფილი ანალიზი ჩვენს მიერ ჩატარებული ტენდერებისა და მერე გამოთქვას პრეტენზია და მეცაც გეტყვით. თუ აღმოჩნდება რომ ტენდერებში ადგილი ქონდა გარკვეულ ვიწრო ინტერესების რეალიზებას და ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება, იმიტომ რომ არავინ არ აპირებს ამ ფორმით ამ ქვეყნის მართვას. არ აპირებს, იმიტომ რომ ჩვენი იმიჯი გვაქვს, ნამდვილად არ ვართ მოსული იმისთვის, რომ აქ, არ ვიცი, ფესვები გავიდგათ, ჩვენ გვინდა დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება. მას შემდეგაც კი, როცა ჩვენ ვადას ამოვწურავთ. ეს არის თავი და ბოლო. და ბატონმა პრემიერმა ძალიან სწორად თქვა, რომ სუფთა ხელებით მოვიდა, სუფთა ხელებით უნდა წავიდეს. მე მგონი ძალიან ბევრი ლიდერი ჩვენს
პოლიტიკურ გუნდში ამავე ჭუაზე არის. ბატონო კი, მოდით ასე ვთქვათ, მოდით ასე ვთქვათ, ზედმეტი დრამატიზება სიტუაციის მაშინ, როდესაც საკმაოდ მაღალი ნდობით აღჭურვილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ არ ხდება არაფერი. და ბატონმა პრემიერმა კარგი მაგალითი მოიყვანა, რომ დარეკა პატიმარმა და თქვა, რომ ცემენ, მაწამებენ, მაშინმე მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ადგილზე ამბობს, არაფერი არ ხდება. იქ რომ ვითომ სპეცრაზმი შევარდა და ეხა აუცილებლად სისხლი დაიღრება. არა ვართ ხალხო ჩვენ ამ ხელისუფლების, ასეთი ხელისუფლების მატარებლები. ასეთი რამე ამ ქვეყანაში არ მოხდება. მოხდება ის, რაც კანონში წერია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პრეტენზია, ყველა პროტესტი უნდა დაკმაყოფილდეს. ეს შეუძლებელია და დაანგრევს სახელმწიფოს. ის რომ ვიღაცას გარკვეული ინტერესები აქვს, ეს უდავო არის. ძირითადად კრიმინალურ ჯგუფებს გულისხმობ, იმიტომ რომ კრიმინალების ზეგავლინა გარკვეულწილად ინერციით მოდის, შესაბამისად მათ აქვთ ზეგავლენა ციხეზე, გარკვეულწილად და თავისთავად ცდილობენ ამ ძალის გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის. გაიხსენეთ, რომ ერთი პერიოდი შიმშილობა დაიწყო ზოგიერთმა პატიმარმა მოთხოვნით, რომ ქურდობის ეს ცნობილი მუხლი გაუხდეს. ხა ამას რო ითხოვ, ხო პირდაპირ პასუხია და ვინ ითხოვს ამაზე? რიგითი ხულიგანი ხო არ მოითხოვს ამას. მეორე, სამწუხაროდ არიან ჯგუფები გარეთ, რომლებიც არ ვიცი, ნებსით თუ უნებლიეთ ცდილობენ სიტუაციის დრამატიზებას. ეს შეიძლება იყოს მათთვის რაღაცა პრევენციული ნაბიჯი, ეს შეიძლება იყოს მათთვის რაღაცა ვიწრო ორგანიზაციული ინტერესი. მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, რომ გინდა თუ არა ეს მიზანმიმართულად რაღაცა შეკვეთით და ასე შემდეგ და ამის უკან მთელი ჩრდილებია. ნამდვილად არ ვაპირებ ამას, მაგრამ შევეგუოთ იმას, რომ ახალი, ასე ვთქვათ, არ ვიცი, სტილი დაურდელოთ, რა დავარქვათ, რომ რაც არის რეალური პრობლემა, იმ რეალურ პრობლემებზე ვისაუბროთ. იქ ვართ მზად და მოხარულიც ვართ, რომ ამაზე ვიმუშაოთ, მაგრამ დრამატიზება ჩვენ თვითონ გვაბნევს, რომ რეალურად პრობლემებზე ვიმუშაოთ. გამიშვით ახლა. ნანას ვიცნობ, გეტყვით ახლა, რამდენი წელია ვიცნობ. მე მგონი რამდენი წელსაც ვარ, იმდენი წელია ვიცნობ. ნანა ემოციური ხალია ძალიან. კი, ნანა ემოციური ხალია, დაურეკა ვიღაც პატიმარმა, მაგალითად ნანასთან მე ურთიერთობა მქონია და შეიძლება დაურეკოს ვიღაცა პატიმარმა, უთხრას, რომ აი ცემენ, მაწამებენ და ამაზე ნანას ემოციური რეაქციები. იმედი არ იწერთ, იმიტომ რომ ნანას ვიძახი და ქალბატონ ნანას არ ვიძახი. ხო და მე ამ ემოციური რეაქციაზე ნანას უყურს მაშინვე ამის გავრცელება და დავიღუპეთ, აწამებენ, ასეთი ხალია.